ბავშვებო, გამარჯობა, მე ვარ ბეგო. გამარჯობა ბავშვებო, მე ვარ ირაკლი. აუ, ირაკლი. ხო. ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ? ნუ, ხო, ესე გამოდის. მე კარში ჩავდგები, მაგრამ ხელთათმანები არ წამომიღია. ვაიმე. ისა ბეგო ეს სკრეჩი გავაკეთე თამაში ფეხბურთზე. სკრეჩი გავაკეთე? ო, ესე იგი ინტერნეტში ვითამაშებთ? აბა, რა თამაშია გვაჩვენე ირაკლი? ესე იგი ნახე, აი ჩვენ ყავს ესეთი აქ მეკარე. და 11 მეტრიანი უნდა გავიტანოთ. 11 მეტრიანი უნდა დავარყათ და გავუტანოთ მეკარეს. კი. ეხლა თუ გავუტანთ, თქვა და 9-იანში გავარტყავ. ო, რა მაგარია. ირაკლი, ესე იგი ჩვენ მეკარეს ვერ მართავთ, მხოლოდ შეგვიძლია დავარტყათ, ხო? კი, და ეხლა თუ წავაგებთ, აბა, ანუ მეკარეს უნდა ავაღებინოთ ბურთი. ვაი, მაინც მოვიგე. რა მაგრა თუ ტყავ ირაკლი, აბა კიდევ ერთხელ. მეკარე ხელებში იჭერს ბურთს და მაყურებლები ნაწყენები არიან. უკმაყოფილოები არიან, ხო ირაკლი? ხო. სამაგიეროდ ორჯერ ხომ გაუტანე? მოგვდი. ძალიან კარგი, კარგი. ესე თუ გინდა კიდევ გავუტან. აუ, მიდი ერთიც რა, მიდი. მიდი პირდაპირ აი 9-იანში. ო, ხოჩახ, ირაკლი, ხოჩახ. აბა რა ვქნათ, ვაჩვენოთ ბავშვებს? კი, აუცილებლად. ძალიან კარგი. კარგით, ბავშვებო, მოდით ახლა ავირჩიოთ ამ თამაშისთვის ფონი. გადავიდეთ აქ აიჩიე ფონში. შემდეგ სპორტში და ავირჩიოთ ბოლოს წინა ესეთი ფონი. და მოვიწყდეს კატა წავშალოთ. აუ, მე მეგონა ეს კატაც უნდა ყოფილიყო რა. ვაი. კარგით, და ახლა ბავშვებო ნახეთ. ეს კარები, რომელიც აქ არის, უნდა იყოს ცალკე სპრაიტი. ცალკე, როდესაც გავაკეთებ ირაკლი? ეხლა ნახეთ. გავადირო ცოტა ეკრანი და ეს სპრაიტი, ნახეთ, ეს კარები ცოტა მოვნიშნოთ. მოვნიშნოთ. ანუ მაუსის მარცხენა ხილაკს არ უშვებ, ხო თიც? კი. აჰა, გასაგებია. შემდეგ აქ დავაჭიროთ კოპირებას. ეხლა გადავიდეთ აქ დახატვის სექციაში, რომ ჩვენი სპრაიტი შევქნათ და დავაჭიროთ ჩასმას. და აი, ჩვენი კარები დაკოპირდა. მოდით ახლა აქ შუაში გადავიტანოთ. აუ, ნახეთ. აქ მოდით პარამეტრებში x და y დავწეროთ 0 და 0. აა, გასაგებია. და ცოტა უნდა ავწიოთ წესით. და 6 თქვათ. კიდევ ცოტა. აი, ახლა კარგად არის, ხო ირაკლი? კი. როგორც ჩანს. კარგით, მოდით ახლა ავირჩიოთ ჩვენი სპრაიტი ბურთი. აი ასეთი. როგორ მიყვარს ფეხბურთის ბურთი? და ასევე ჩვენი მეკარე. აი აქ არის. ხიარული მეკარე. კარგით, მოდით ახლა ეს მეკარე დავაპატარავოთ, რადგან ცოტა მეტად დიდი არის თვითონ. ვაი, ასეთ მეკარეს ბურთს ვერ გაუტან კარში. მოდით თქვათ ცოტა გაზომა 50. ეს, კაია. ასევე ალბათ ჯობია ბურთიც დავაპატარავოთ. ბურთიც დავაპატარავოთ? მაშინ ადვილად გაუტან ირაკლი ასეთ იმას ბურთით. არა, მაშინ იყოს ეს როგორც არის. იყოს. კარგით, მოდით აქ x-ში 0 დავწეროთ. და ცოტა ავწიოთ. აი ეს. და მოდით ცოტა ჩამოვწიოთ და ესე. აი ახლა კაია. კარგია. კი. კარგით, მოდით დავიწყოთ ახლა კოდინგი. ой, მე როგორ მიყვარს. პირველ რიგში მოდით დავწეროთ ჩვენს მეკარეს კოდი. ჩვენს მეკარეს დავწეროთ. გადავიდეთ ამ მეკარის კოდში და დავიწყოთ მისი კოდი. როდესაც აჭირ მწვანე დროშას, შემდეგ გადავიდეთ გალეგნობის სექციაში და ავირჩიოთ ეს ბლოგი. გადაერთი კოსტიუმზე და გავირჩიოთ, პირველი კოსტიუმი. შემდეგ გადავიდეთ მოძრაობის სექციაში და ავირჩიოთ ან წესი და უნდა ავირჩიოთ, მოდით აი აქ მივიტანოთ ეს მეკარე. ესე გვერდზე. და ავირჩიოთ ეს ბლოკი. გადადი x-63-ში და y ორში. ასევე გადავიდეთ ახლა მართვის სექციაში
და ავირჩიოთ ეს ბლოკი მუდმივად. შემდეგ ისევ მოძრაობის სექციაში გადავიდეთ და ავირჩიოთ აი ესეთი ბლოკი. ის რეალე ერთი წამი x-ში -63-ში და y-ორში. მოდით აქ x-ში დავწეროთ -63 კი არა, მისი საპირისპირო 63. მოდით ნახოთ ახლა რა გამოვა. აი ჩვენი მეკარე გადადგილდა ერთი ადგილიდან მეორემდე. ოღონდ აქ ახლა დავწეროთ 0.9. შევაერთოთ. ანდა ჯერ დავაკოპიროთ. აქ დავწეროთ უკვე -63 x-ში. მოდით ნახოთ რა გამოგივიდა. ის რომ დაუწერე საპირისპირო, მერე უკვე ასეთ მიდის მოდის ხო? კი. გავიგე. ესეთი მეკარე გამოგივიდა. კარგით. ალბათ თქვენ თუ გახსოვთ, ჩვენს მაუს მოსდევდა ერთი ესეთი პატარა წითელი რგოლი. წითელი რგოლი კი, როგორ არა ირაკლი. კარგით, მოდით ის დავამატოთ. გადავიდეთ დახატვის სექციაში და დავხატოთ. ავირჩიოთ წრე. ფერი შევურჩიოთ, თქვა რამე ესეთი წითელი და კონტურიც გავუკეთოთ. აი shift-ს ჩავაჭიროთ და ისე. Shift-ი რომ აი სწორი რგოლი გამოვივიდეს. კი. ეს. ჩავსვათ შუაში. შუაში. მოდით კონტური ცოტა გავუდიდოთ. რომ სამიზნე კარგი გამოგვივიდეს. კი. და მოდით ახლა მას კოდი დავუწეროთ. დაუწეროთ. გადავიდეთ მოვლენების სექციაში და ავირჩიოთ პირველი ბლოკი, როდესაც აჭერ მწვანე დროშას. შემდეგ ახლა გარეგნობის სექციაში გადავიდეთ და ავირჩიოთ ეს ბლოკი, გამოჩნდი. შემდეგ გადავიდეთ მართვის სექციაში და ავირჩიოთ ეს ბლოკი მუდმივად. მუდმივად. შემდეგ მოძრაობის სექციაში გადავიდეთ და უნდა გასწავლოთ ახალი ბლოკი, გადადი შემთხვევითი ადგილისკენ. ოღონდ ამის მაგივრად ავირჩიოთ თაგვის მაჩვენებლისკენ. მაჩვენებლისაკენ. ესე იგი თავს სადაც მიიტანი გადავა. კი, ოღონდ ამისთვის აუცილებელია მუდმივად. მუდმივად, კი. ნახეთ რა გამოგივიდა. ჩვენი ეს რგოლი მისდევს ჩვენს მაუსს. მოდით კიდევ პატარა კოდი დავუწეროთ. გადავიდეთ მართვის სექციაში და ავირჩიოთ ეს ბლოკი, თუ და მაშინ. შემდეგ გადავიდეთ ოპერატორების სექციაში და ავირჩიოთ ესეთი ბლოკი, და. რა მარტივი ის არის, და. შემდეგ გადავიდეთ სენსორებში და ავირჩიოთ ესეთი ბლოკი. ეხება თაგვის მაჩვენებელს და შემდეგ აქ ჩავსვათ. თაგვი დაჭერილია. ნახეთ რა გამოგვივიდა. თუ ამ ჩვენი სპრაიტი ეხება თაგვის მაჩვენებელს და ჩვენი მაუსი და ჩვენს მაუსს ჩვენ დავაჭირეთ, მაშინ ეხლა გადავიდეთ მოვლენების სექციაში და მოდით ჩვენი შეტყობინება შევქმნათ. დავართხოთ დარტყმა. შემდეგ გადავიდეთ მართვის სექციაში და გადავიდეთ კი არა, ავირჩიოთ ეს ბლოკი. გააჩერე ყველაფერი. ოღონდ აქ მივუთითოთ ეს სკრიპტი. რომ ნახეთ. ჩვენ რომ დავაჭერთ მაუსით, ჩვენი რგოლი უკვე ერთ ადგილას რჩება. ესე დავაჭირე. ფიქსირდება ერთ ადგილას. კი. ეხლა მოდით ჩვენს ბურთს დავუწეროთ კოდი. დავიწყოთ მოვლენებში, გადავიდეთ და ავირჩიოთ პირველივე ბლოკი, როდესაც აჭერ მწვანე დროშას. შემდეგ გადადი x და y-ში. ასევე გარეგნობაში ავირჩიოთ ესეთი ბლოკი. გამოჩნდი და გადადი წინა შრეზე. შემდეგ გადავიდეთ მოვლენების სექციაში და ავირჩიოთ ესეთი ბლოკი. როდესაც ვიღებ შეტყობინებას დარტყმას, მაშინ მოდით ახლა მას ხმა გადმოუტანოთ. ხმის არჩევაში გადავიდეთ და შემდეგ სპორტში. და ავირჩიოთ წესით ბოლო ხმა. ეს არის დარტყმის ხმა, ირაკლი? კი. გადავიდეთ ახლა კოდში და გავაგრძელოთ წერა კოდის. გადავიდეთ ხმის სექციაში და ავირჩიოთ ესეთი ბლოკი. ჩართე ხმა თენის ჰით. ეს მეორე ბლოკი არის.
შემდეგ გადავიდეთ მოძრაობის სექციაში და ავუჩიოთ ესეთი ბლოკი ახალი კიდო. იზრიალე ერთი წამი შემთხვევითი ადგილისაკენ. აქ მივუთითოთ სპრაიტი 2-ის. სპრაიტი 2-ის. ანუ ნახეთ. ჩვენი ბურთი უკვე მიფრინავს. აჰა, ესე იგი, სადაც მიმართულებას აძლევ, ხო ირაკლი ამ წითელი მით იყო 3 კი. ანუ მაინც ვფიქრობ, ჯობია ეს ჩვენი ბურთი ცოტა დავაპატარავოთ. კარგი, თუ ასე ძალიან გინდა. თქვა 90 დავუწეროთ. კარგი. 80. ეს. და აქ დავუწეროთ 0.7. ეს რა არის ირაკლი 0.7? აი აქ ისრიალე 0.7 წამი ამ ჩვენი რგოლისაკენ. ცოტა უფრო სწრაფად რომ ისრია გაფრინდეს. რომ მოვასწროთ ხო ზუსტად სამიზნეში კი. გახმა. შემდეგ გადავიდეთ მართვის სექციაში და აუშვათ ესეთი ბლოკი. თუ და მაშინ. და მაშინ. შემდეგ ოპერატორებში გადავიდეთ და აუშვათ ესეთი ბლოკი. და არა. და შევერთოთ. და არა რა არის რას ნიშნავს? ეხლა პატარა კოდს კიდევ დავწერ და მიხვდებით. გადავიდეთ სენსორებში და აუჩვით ეს ბლოკი. ეხება. თუ ეხება ჩვენს კარებს, ანუ სპრაიტ 1-ს, მოდით აქ დავარქვათ კარები. თუ ეხება კარებს და არ ეხება ჩვენს მეკარეს, აი გვალ, ესე იწერება. მაშინ მოვლენებში გადავიდეთ და აუჩვათ ეს ბლოკი. გადაეცი შეტყობინება. ჩვენ გავიმარჯვეთ. ვაი, მე რა კარგი შეტყობინება. ჩვენ გავიმარჯვეთ. აი ეს. კარგით. მოდით ახლა მას ასევე ხმა აუჩიოთ, აი მოგების ხმა. მაყურებლები რომ ყვირიან. ვაი, რა კარგი ხმებია. გადავიდეთ აქ ხმის სექციაში და ავუჩიოთ მესამე ხმა. აი ესეთი. ეს ვის დაუკრას დაშიამათმა? ნუ ჩვენ როდესაც გოლი გავიტანეთ. გასაგებია. ეხლა გადავიდეთ, დაუბრუნდეთ კოდს. შემდეგ ხმის სექციაში გადავიდეთ და ავუჩიოთ პირველი ბლოკი. შემდეგ გადავიდეთ მართვის სექციაში და ავუჩიოთ ესეთი ბლოკი. გააჩერე ეს სკრიპტი. გააჩერე ეს სკრიპტი. მოდით ნახოთ რა გამოგივიდა. ანუ მოგების შემთხვევაში გააჩერებს, ხო ირაკლი? კი. თორემ ჩვენი მაყურებლები ძალიან ბევრჯერ იყვიებენ. ვიმე არა, ძალიან ბევრი არ გვინდა. მოდით ნახოთ რა გამოგივიდა. მოდით გავიტანოთ კარში ბურთი. პირდაპირ ცხრიანში. ჩვენი მაყურებლები ყვირიან. და მე ჩერდებიან. კი. კარგით. მოდით ახლა დავწეროთ წაგების კოდი. უიშ, როგორ არ მიყვარს ეს კოდი წაგების. ამისთვის გავაგრძელოთ აი ამ სკრიპტის წერა. მუდმივად და თუ და მაშინ. შემდეგ ოპერატორებში ისევ და. შემდეგ სენსორები. ეხება. თუ ეხება, ანუ ჩვენ კარებს, ანუ აი აქ კარებს. კარებს. და ასევე ეხება ჩვენს მეკარეს, ანუ გვალ, ესე ვეცახი მე. ანუ ორივეს უნდა შეეხოს ირაკლი. რომ წაგება იყოს. ნუ კი. ანუ ჩვენს კარებს ხომ უნდა შეეხოს, რომ წაგება იყოს რაღაცნაირად მაინც. აჰა. და მარტო მეკარეს რო შეეხოს არაა საკმარისი. ნუ ესე ჯობია უფრო წერა. კოდის უფრო სუფასოვანი კოდი იქნება. კარგით. ეხლა გადავიდეთ მართვის სექციაში და ავუჩვით ეს ბლოკი. გააჩერე ყველაფერი. გააჩერე ყველაფერი. ეხლა მოდით აი ეს ბოლო კოდი დავაკოპიროთ. და ავუჩვით ეს პირველი ბლოკი, როდესაც აჭერ მწვანე დროშას. მოვლენებიდან. შემდეგ ეს ბლოკი წავშალოთ გააჩერე ყველაფერი. შემდეგ გადავიდეთ გარეგნობაში და ავუჩვით ეს ბლოკი დაიმალე. შემდეგ მოვლენებიდან შეტყობინება. გადაეცი. ჩვენ წავაგეთ. ვაი. ჩვენ წავაგეთ. გეთ. ეს. შემდეგ მოდით ხმა ავირჩიოთ ასევე მისთვის. წაგების ხმა. კი. თქვა და ეს. ჩვენი ერია. გადავიდეთ ახლა დაუბრუნდეთ უფრო სწორედ კოდს.
და შემდეგ გადავიდეთ ხმის სექციაში და ავირჩიოთ ეს ბლოკი. დაუკარი ხმა, ეს crowd gasp დასრულებამდე. მოდით ნახოთ რა გამოგვივიდა. ბამდე. დავაჭიროთ შეინახე ახლას. დავაკვირდეთ. დაამთავრე ირაკლი. არა ჯერ. მოდით ახლა ჩვენს მეკარისას კიდევ პატარა კოდი დავუწეროთ. მოვლენებიდან, როდესაც ვიღებ ჩვენ გავიმარჯვოთ შეტყობინებას, შემდეგ გადავიდეთ მართვის სექციაში და ავირჩიოთ ეს ბლოკი. გააჩერე სპრაიტის სხვა სკრიპტები, ანუ რომ აღარ მოძრაობდეს ჩვენი მეკარე. ო, აბა ეხლა კარში რო ბურთი გაუ აღარ უნდა იმოძრაოს. ხო, ნახოთ. აი გადავუმიზნებ. აჰა, ძალიან კარგი. და ახლა თუ დაიჭერს. ჩვენი ბურთი გაქრა და რკულიც დარჩა. მოდით ახლა კიდევ პატარა კოდი დავუწეროთ. ბურთი გადაიქცა წითელ რკოლად. ალბათ. აი ამ პატარა რკოლს დავუწეროთ იგივენაირი თითქმის სკრიპტი. რომ გაქრი. ნუ ხო, როდესაც ვიღებ შეტყობინებას, ჩვენ წავაგეთ გარეგნობიდან მერე დაიმალე. ახლა თუ დაიჭერს ჩვენი მეკარე ბურთს, ეს რგოლიც გაქრება. დაიმალა, ძალიან კარგი. ახლა მოდით აი ამ კოდის კოსტიუმებში გადავიდეთ. მოვნიშნოთ ეს ჩვენი ბურთი და დავაჭიროთ კოპირებას. შემდეგ გადავიდეთ ჩვენი მეკარის კოდში და უგზავნოთ კოსტიუმებში და ნახეთ, ამ ჩვენს მეკარეს აქვს რამდენიმე კოსტიუმი. პირველი სამი მოდი წავშალოთ და დავტოვოთ მარტო 2. ახლა ნახეთ. აქ ამ ორივე ხელს მოვნიშნავ ესე და შევაფრუნებ აი აქ ესე და მივიტან აი აქასაც დაახლოებით. შემდეგ დავაჭიროთ გადადი წინა პლანზე და ასევე იგივეს გავუკეთებ აი ამ ხელს მეორესაც. ანუ კიდე გააკეთო რომ დაიჭირა ბურთი ხო ირაკლი? კი, ოღონდ ამას ახლა ჩემი დავაკეთებ. ანიმაციას აკეთებ. ანიმაციას არა. ანუ დაახლოებით რა. ხო. ჩავსვათ ახლა ჩვენი ბურთი და ცოტა გადავიტანო და ესე უკანა პლანზე. რო ხელებმა დაფაროს ხო ირაკლი? კი. აი ეს. აი ესეთი იქნება ჩვენი მეკარე. როცა დაიჭერს ბურთს. კი. გადავიდეთ ახლა კოდში და კიდევ ერთი პატარა სკრიპტი დავუწეროთ მოვლენებიდან. როდესაც ვიღებ შეტყობინებას, ჩვენ წავაგეთ. შემდეგ გარეგნობაში გადავიდეთ და ავუჭიროთ ეს კოდი, ეს ბლოკი უფრო სწორედ. გადაერთი კოსტიუმზე goal B. ასე ქვია მაგას. მოდით ასევე ახლა ჩვენს ფონს დავუწეროთ პატარა კოდი, რადგან ალბათ თუ გახსოვთ, ამ ჩვენს ფონსაც ჰქონდა თავისი მუსიკა. აჰა, ძალიან კარგი. გადავიდეთ. უბრალოდ დავუჩიოთ ამ ჩვენს ფონს მუსიკა ციკლებიდან. თქვა და ეს. მანდა არა. მოდით ნახოთ. კოდეს. კი ეს იყო. ძალიან მხიარული მელოდია. გადავიდეთ ახლა კოდში და დავუწეროთ პატარა ესეთი სკრიპტი. როდესაც აჭერ მწვანე დროშას მართვისგან მერე მუდმივად ხმის სექციაში გადავიდეთ, დავუკარი ხმა drum machine დასრულებამდე. ასევე ავუჩიოთ ეს ბლოკი. ხმის სიმაღლე 100% და შევსვათ აი აქ. შემდეგ გადავიდეთ მოვლენებში და ავუჩიოთ ეს ბლოკი. როდესაც ვიღებ ჩვენ გავიმარჯვეთ ანუ შეტყობინებას ხმის სიმაღლე 0%. ეს იმისთვის ახლა გავაკეთე რომ როდესაც გავიმარჯვებ ჩვენი მუსიკა ჯერ კიდევ გაჩერდეს ანუ. აჰა, გასაგებია. დავაკოპიროთ ეს პატარა კოდი და ახლა ჩავსვათ ჩვენ წავაგეთ. წაგებაზეც რომ გამოიჩნდოს მუსიკა, ხო? კი. მოდით ნახოთ რა გამოვიდა. მოდით ჯერ მეკარეს დავაჭერინოთ ბურთი. ეს. აი. და ახლა თუ გავიტანთ. აბა მოდი. არა აქ სადმე. აი ესე. ირაკლი, საკმაოდ მარტივად გაკეთდა ეს თამაში. შედარებით. ძალიან კარგი. აუ, მე მგონი ბავშვებს მოსწონთ ჩვენი გადაცემები. ხო, იმედია.
და ბავშვებო, თქვენი ემოციები და თქვენი იდეებიც იქნება და მოგწეროთ ჩვენს ელექტრონულ პოსტაზე, რას ფიქრობთ, როგორი გადაცემები გვაქვს და კიდევ იქნება და იდეები მგვითხრათ, რა გავაკეთოთ კიდევ შეიძლება ამ სკრეჩში. ირაკლი შეგჭირდება, კი ნამდვილად ახალი იდეები გჭირდება ბავშვებს რა უნდათ რა გავაკეთოთ. კი. აი ბავშვებო, ხო ნახეთ ჩვენი ელექტრონული მისამართი იყო ეკრანზე და მოგწერეთ და კიდევ ირაკლი გამოიწერონ ჩვენი YouTube არხი. აბა დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო, კარგად. ნახვამდის ბავშვებო.